ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. შმაგი ესე დაისაჯა სიკვდილით, რომ თავის დროშა არ შეურაცხყოფ, ფეხით არ შედგა და იმათ დროშას არ ემთხვია. მე ვარ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე. შმაგი დაიბადა და გაიზარდა იმერეთში, სოფელ ძევრში, თერჯოლის რაიონი არის. საკმაოდ თბილ გარემოში იზრდებოდა, ნათესავების გარემოცვაში. ზოგადად შმაგის გადაწყვეტილება უფრო უკავშირდება ჩვენს სიყვარულს, იმიტომ რომ როდესაც გავიცანით ერთმანეთი იმ პერიოდში მე სტუდენტი ვიყავი და შმაგიც სტუდენტი იყო, ამთავრებდა იმ წელს და რაღაცნაირად ურთიერთობა რო დავიწყეთ, რაღაც ისეთი პერიოდი იყო 2003 წელი იყო, ეს ვარდების რევოლუციის პერიოდი იყო და ნელ-ნელა საქართველოს ახალი სიცოცხლე ემატებოდა, რასაც ქვია, დავდიოდით მიტინგებზე, დავბოდიალობდით, ბევრს ეირნობდით და იყო გაერთს ძალიან ისეთი მუხტი, რომ პატრიოტული და რაღაც და ვფიქრობდით, ანუ ცხოვრება როგორ გაგვიგრძელებინა, გეგმებს ვსახავდით სამომავლოს და რაღაცნაირად იმ პერიოდში არც სამსახურები იყო, არც რაიმე პერსპექტივა ახალგაზრდებისთვის და გადაწყვეტილება არ ვიცი კონკრეტულად რა მომენტში მიიღო, თუმცა ერთხელაც მითხრა, რომ უნდა და შეიარაღებულ ძალებში ეცადა ბედი და მაშინ ახალი დაწყებული იყო ეს ჯარისმშენებლობა, სამხედრო ძალების აღორძინება და თან სამომავლოდ გვინდოდა მე ოჯახი შექმნა, ეს გეგმები რო ვაწყობდით, ანუ ყველაზე ნორმალური პერსპექტივა მაინც იმ პერიოდში ჯარში ხედავდით რა. თვითონ პატრიოტიზმს რაც შეეხება, ქვეყნის სიყვარულის სული და მასში აიგიჟდებოდა მშობლიურ სოფელზეც, თავის ქვეყანაზეც, კონკრეტულად ჩემს სოფელზეც. მე წარმოშობით ნულიდან ვარ ცხინვალ 2008-ში მე ჩემი სოფელიც დავკარგე და მე მახსოვს როგორ მპირდებოდა რომ დრო მოვა და მე შენი მიწა-წყლისთვის ვიბრძოლებო და ესეც მოხდა. მნიშვნელოვანი ის არის კიდევ რომ შვილებიც და მეც ქვეყნის სიყვარული დღემდე გვაქვს, არა მარტო შმაგის გამო, ზოგადად ჩვენ თვითონაც ვცდილობთ ჩვენს ქვეყანას ჩვენის მხრივ ჩვენც ვემსახუროთ და აი ეს შმაგის გზაც გავაგრძელოთ. მახსოვს პატარა მყავდა უფროსი შვილი, სოფელში ვიყავით ჩასულები და დასაძინებლად შევიყვანე ჩემი შვილი და მესმა და სუფრასთან როგორ საუბრობდნენ ერთმანეთში, რომ პაპა ჩემი წუხდა, რომ აი ჩვენთან სოფლებში, აი რომელიც სულ სოფლების გარემოცვაში იყო, მუდმივ ჭიდილში ვართ, რომ აი სულ გვებრძვიან, რამდენი დათვრებიან და რამდენი სადმე იქეიფებენ ეს ოსები, იმდენი რაღაცა თავდასხმე, პატარ-პატარა თავდასხმები ეწყობოდა ჩვენ სოფლებში და აი მუდმივი ბრძოლები იყო, ისე რომ ცენტრალურ ხელისუფლებას არ ესმოდა იმ დროისთვის. მაშინ პირდებოდა შმაგი, რომ აუცილებლად დრო მოვა და ვიომებთ ჩვენი სოფლისთვის, ჩვენი მიწა-წყლისთვის და რაღაცნაირად გადაწყდება, ან ესე იქნება, ან ესე იქნება და ყოველ შემთხვევაში ამის დრო მოვაო გვპირდებოდა. მე იყო 2004 წელს ერთკვირიანი ომი, სადაც იქაც დავკარგეთ ჩვენი მებრძოლები, ჩემი მეუღლე იქაც იბრძოდა. ერთკვირიანი სერიოზული ომი იყო, რომელიც ნახევარმა საქართველოს ვერც კი გაიგო, რომ სერიოზული შეტაკება იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო დიდხნიანი ომი იყო, ერთი კვირა სრულად იყო, გაცილებით ინტენსიური ბრძოლები, უბრალოდ აი არ გადამოსულან იმ საზღვრებს აქეთ და მაშინდელზეც კი ჩვენც აი ოჯახებშიც ნაკლებად საუბრობდნენ ჩვენი ბიჭები ამ ყველაფერზე, მებრძოლები. არ ვიცი ეს როგორი ალბათ დავალება იყო თუ რა იყო, არ ვიცი, კარგად ჩვენც არ ვიცოდით. ვიცოდით მოხდა რაღაც სერიოზული, აი დაჟე 2008-ში მე ლაპარაკობდნენ ამასთან დაკავშირებით, რომ 2004-ში უფრო დიდი ომიც იყო და უფრო ინტენსიური ბრძოლები და შეტაკებები იყო რა და მაშინაც მეგობრები ყვებოდნენ, რომ ძალიან თავი გამოიჩინა თავისი თავგანწირვით და სანგრებიდან ისროდნენ, იბრძოდნენ და რაღაცნაირად ისე
დაალაგდა მაშინ სიტუაცია, რომ ესე არ გართულებულა და ნუ ამდენი ახალგაზრდა ვაჟკაცი არ დაგვეღუპა, თუმცა 5 ბიჭი მაშინაც დაგვეღუპა. დიდად არ გახმაურებულა მაშინაც, მაგრამ ჩვენთვის ისეთივე სამწუხაროა, როგორც 2008-ის გმირები. 2004-ში იყო 20. აი ამ დღეს შევუვალდით. აი ამ ზაფხულს მოხდა. აი აქედან სადღაც თვენახევარში მოხდა აგვისტოს ომი, აი ამ ხელა იყო პატარა ზეზუკა. აქ გიგინიანი გმირი გინახავთ? ჩემ ადამ გაუკვეთა გიგინა. ეს საფაშ ახალი გაყოლილი ვარ, აქ ორსულად ვარ. კაც 3 წლის იყო ჩემი უფროსი შვილი და წლინახევრის მეორე, როდესაც შმაგი დავკარგეთ. ზოგადად ძალიან თბილი მამა იყო. ძირითადად მუშაობდა, სულ გასული იყო, სულ სამხედრო სამსახურში იყო. ცოტა რთული პროფესია ალბათ იცით და ჩვენთვის აი ეს ოჯახური ცხოვრება რუტინაში არასოდეს ყოფილა, სულ შეყვარებულობის პერიოდი გქონდა. 1 წელი შეყვარებულები ვიყავით, 4 წელი ოჯახი გქონდა უკვე, მაგრამ აი ეს მომენტი არ მქონია, რომ აი ქმარეს, რასაც ეძახიან, რომ ვალდებულებებში გადადის ურთიერთობები, ჩვენთვის ეგ მე არ გამომივლია მოკლედ. ისეთი სიყვარულის პერიოდი იყო. სულ მუდმივად მოყვებოდა, სულ მესიჯობდით, სულ სიყვარული არ გვიხუნდებოდა ერთ სიტყვით, სულ გვენატრებოდა ერთმანეთი და ასე შემდეგ. 2004-ში იმ ომიდან რომ დაბრუნდა ძალიან მრავალი თვის განმავლობაში ქონდა უძილობები, ეღვიძებოდა, წამოხტებოდა, რაღაც სიზმრებს ხედავდა, თუ ბრძოლაში იყო, თუ აი ბევრჯერ წამომხტარა, გიჟივით ვერ გაიგო სად იყო, ანუ იყო სტრესი, აუცილებლად სტრესულ მდგომარეობაში იყო და დიდი ხანი გაუგრძელდა ეს. ისედაც ფხიზლად ეძინა სულ რომ ამ ტელეფონზე არ დაერეკა რამე განგაში არ ყოფილიყო თვითონ ეს სამსახური ისეთია რომ ყურადღებას დიდი რაოდენობით მოითხოვს და პასუხისმგებლობის გრძნობაც ძალიან მაღალ დონეზე ქონდა. შესაბამისად სულ დაძაბულიყო, სულ ტელეფონს უყურებდა, ისედაც ფხიზლად ეძინა და როგორც კი ჩაეძინებოდა, წამოხტებოდა აი ბევრჯერ შეგუშინებია, ბავშვებით შეუშინებია, ისე აი ძილიდან რომ გამაფხიზლებულა. როცა ეს ამბავი მოხდა 2008-ში უკვე ჩვენ გვეგონა რომ სასწავლო განგაში იყო, ჩვენ სერიოზულად არ აღვექვით. თან მე ისეთი მიჩვეული ვიყავი ამ ჩემ სოფელში და ცხინვალში ამ ომობანას თამაშს და ამ იმას რა ქვია სროლებს და რაღაცა ესეთ პატარ-პატარა კონფლიქტებს რომ სიმართლე გითხრათ სერიოზულად არ აღმექვე და კაი ხანი ვერ მივხვდი რა ხდებოდა. შვებულებაში იყო ჩემი მეუღლე, სოფელში ჩაგვიყვანა წინა დღეს და მეორე დღეს გამთენისას უკვე განგაში გამოცხადდა და დაიბარეს და ვიფიქრე რომ ალბათ ერთ-ერთი სასწავლო განგაში იყო და არც მე ტელევიზორს დიდად არ უყურებდი, მაშინ პატარები მყავდა, სულ იმათ დავდევდი და არ მეცალა მაგისთვის. ხედავდი რაღაც თვალის მოკლით რომ რაღაც კონფლიქტი იყო, მაგრამ ჩემთვის იმდენად ბუნებრივი იყო და იმდენად სერიოზულად ვერ აღვიქვავდი რომ დიდად ეხა ომი არც მიფიქრია. ბოლოს რა დამირეკა, მაგ დროსაც ვერ ვაცნობიერებდი, რომ ომში იყო. ვიფიქრე რაღაც, ნუ დაალაგდებიან რა, ეხა კონფლიქტია რა. მეც ბევრჯერ მოვხვედრილა ბავშვობაში სროლებში, სერიოზულ სახლებს რო გვიცხრილავდნენ ოსი სეპარატისტები, ბევრჯერ ბავშვობაში შევსწრები ვარ ჩემ სოფელში ამ ყველაფერს და რაღაც შიში განსაკუთრებული არ მიგრძნია. ამის სამსახური ვიცოდი რაც იყო და ნუ ვეგუებოდით სხვა რა გზა გქონდა. არ შეიმჩნია რომ გაემზადა გამოუარეს მეგობრებმა მანქანით სოფელში ვიყავით ხალხით და გამოუარეს და კარებამდე რომ გავაცილე ჩამეხუდა მაკოცა და წავდი ბავშვები არც გაუღვიძებია და უბრალოდ არც მისულა ბავშვთან იმიტომ რომ აი ძალიან ჩქარობდა თუმცა რომ დარეკა უკვე ხმა არ იმ წუთას რომ ვესაუბრებოდი ბოლოს როცა დარეკა რა მოწყენილი მომეჩვენა ცოტა მაგრამ ძალიან ცოტა დროში
დრო ველაპარაკე ბავშვი წაიქცა იმას ყურადღება მივაქცია და მალევე გავუთიშე ცოტა ხანში დაგირეკავ მეთქი და მე ხო არ ვიცოდი საიდან და რა მდგომარეობი დარეკავდა და ვერც გავიაზე ვერც ვიფიქრებდი რომ ბოლოს არ იყო მისი ეს იყო 7 დედა მამა თავისდაც ჩვენთან სოფელში იყო იმ პერიოდში ჩუმჩუმა ტირიან, ნერვიულობენ, მეზობლები ნათესავები შედიოდნენ, გადიოდნენ, რაღაცას უჩურჩულებდნენ და აბსოლუტურად გარემოცული ვარ მე ბავშვებით რა და რო შემოდი მითი ნუ ტირი ხართ ყველას, რატო ტირი ხართ კაცო, ცოცხალ ჯერ არაფერი გაგვიგეთ, ცოცხალ ადამიანებზე რატო ტირი ხართ, გავერკვიოთ სიტუაციაში, მე ინერვიულად და მე ან დაიძაბა უკვე ოჯახში სიტუაცია, იმიტომ რომ მაგი არ ჩანდა, არ გვიკავშირდებოდა. ძალიან ვცდილობდი რომ ბავშვებზე არ გადასულიყო ეს სტრესი, იმწუთას რაღაც დედობრივი ინსტინქტი ჩამერთო, აი გაძლიერებულად. ვეძებდით დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი ვეძებდით და სექტემბრის დასაწყისში ინტერნეტში ვნახეთ ვიდეოები, რომ ტყვეობაში იყო ჩავარდნილი და რო გვითხრეს ჯერ კიდე არ მეჯერებოდა მეთქი ტყვეობაში უბრალოდ ვერ წარმომედგინა რა როგორ ტყვეობაში როგორ ჩავარდებოდა აი ვერ წარმომედგინა ვერანაირად და რო ნახეთ კადრები და შევხედე შმაგის ძალიან კარგად ვიცნობდი და მივხვდი რომ ცუდად იყო საქმე ყველას უხაროდა რომ ტყვეობაში ჩავარდა გადარჩება საერთაშორისო სამართალი იცავს რომ ტყვეებს ომში არ ხოცავენ რომ გამოიყენებენ სხვადასხვა მიზნებისთვის გადასაცვლელად იმისთვის ამისთვის მოკლედ ბევრი იდეა იყო ხალხი გვამშვიდებდა მაგრამ მე მაშინ თქვი დედამისაც უთხარი რომ მეთქი არ გიხაროდეს ეს ამბავი იმიტომ რომ შენი შვილი ყველაზე ცუდ სიტუაციაში რაც შეიძლება და რაც ცუდი დამარცხდა და ის დაემართა და სასიხარულოდ არ გვაქვს საქმე ჯობდა რომ ისე გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფილიყო ვიდრე ამ მდგომარეობაში გვენახა თქო ხო და ესეც მოხდა რა იქვე კადრებში ეტყობოდა ნერვიული ფონი როგორი ქონდა როგორ აცახცახებდა ფეხს ნერვიულად აკანკალებდა რავი აი დგომაზე ყველაფერზე გამოხედვაზე ეტყობოდა როგორი დაძაბული იყო როგორი განერვიულებული გაბრაზებული შეურაცხყოფილი და აი რა ვიცი ეტყობოდა ძალიან ცუდი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაგი იყო ტანკის მეთაური, თავისი ეკიპაჟი ყავდა, ტანკით შედიოდნენ ცხინვალში და ტანკი გაუფუჭდა. ქონდა ბრძანება რომ უკან დაეხიათ თვითონ ეკიპაჟიანად, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ის უკან არავითარ შემთხვევაში არ დაიხევდა და შევიდა ქვეითებს შეუერთდა და კონფლიქტის ზონაში ფეხით შევიდა რომ ფიქრობდა რომ ბიჭებს დაჭილებს მაინც გამოვიყვანან მოვეხმარები ვინმეს რამეში მოკლედ თავის ძალები არ დაიშვა თუმცა თავისუფლად შეეძლო ბრძანება მიღებული ქონდა რომ უპრობლემოდ უკან გამოსულიყო დღეს ალბათ ცოცხალი იქნებოდა თავისი მეგობრები გადაარჩინა დაჭრილები სიკვდილის ბრძოლის ველიდან გამოიყვანა 4 ბიჭი ერთ-ერთი მეგობარი ხელში ჩააკუთა და აი ეს ამან ძალიან იმოქმედა შმაგიზე და სწორედ ამ დროს როცა აი არანორმალურად განიცდი და ამას ბიჭები ყვებიან დაბომბვაში მოხვდა და ალყაში მოხვდა და ესე მეოთხე ბრიგადის ბიჭებთან ერთად აიყვანეს ტყვეობაში ჩვენ სხვადასხვა სახის ინფორმაციები მოგვდიოდა ვეძებდით საქართველოში ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით რო გადიოდა ვერ პოულობდით და დამირეკეს და სიაშიაო გარდაცვლილების შენი მეუღლეო და მეთქი რას ლაპარაკობთ მარტო ვიყავი ბავშვთან ერთად უკვე თბილისში ვიყავი და ტვინმა ეგრევე დაბლოკა რაღაცა შეცდომა იქნება მეთქი გამორიცხული იმიტომ რომ იმ პერიოდში ჩვენ რაღაცა ინფორმაციები ქონდა ვითომ ვლადიკაუკაში იყვნენ გადასულები მკურნალობდნენ საავადმყოფოებში იყვნენ ვითომ ჩვენი სამხედროები ვინც დაკარგულები იყვნენ და აი ეს წავებული რომ ხავს ეჭიდებოდა და მეთქი ვიცით რომ ცოცხალია ეს საიდან ეს ინფორმაცია მე როგორ თავდაცვაში დამიბარეს იქაც მოკვლევა დამიდეს ესე და ან სხვადასხვანაირი ინფორმაცია იყო რეალურად როგორც გარდაიცვალა ის უკვე ძალიან ბოლოს უკვე ეს ბიჭები როცა გადაცვალეს ამათმა მოყვნენ რეალურად გარდაცვალების მიზეზი თუმცა
აქვითო ბომბის აფეთქების შედეგად დაზიანდა ეს რაღაცები, მოკლედ ბევრი არასწორი ინფორმაცია იყო, ვეღარ გაგვიგო მართალი და ბოლოს უკვე პატრიარქის ძალის ხმევით მოხდა ეს 45 მებრძოლი რომ გადმოასვენეს, მათ შორის იყო ჩემი მეუღლეც. და დნმ-ის ანალიზის საფუძველზე უკვე დადასტურდა, რომ ჩემი მეუღლე იყო ერთ-ერთი. ამ დროს მე ვიყავი 24 წლის და შმაგი 25-ის. იქიდან მარტო ხუბულური და ჩემი მეუღლე დახვრიტა, ეს 7 ბიჭი გადმოცვალეს შეთანხმების საფუძველზე და ცოცხლები ვინც გადარჩენ იმათთან გქონდა საუბარი და რავი სხვადასხვა ისტორიებს ყვებიან სხვადასხვანაირად, რავი აი თვითონაც ისეთი დასტრესილები არიან ეს ბიჭები, რომ ძალიან მიჭირს ხოლმე რომ რაღაც დამატებით კითხვები კიდე და მილიონი კითხვა მიჩნდება და კიდე როდემდე და სადამდე და უნდა ეკითხებოდე ადამიანს ისაც მძიმე პერიოდი ჰქონდათ იმათაც. თუმცა ხო აი შეურაცხყოფა იყო, წამება იყო, სისასტიკე იყო. ქვეყნის შეურაცხყოფა, დროში შეურაცხყოფა. თქვენს რომ სწორედ ეგ იყო მიზეზი, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შმაგი ესე დაისაჯა სიკვდილით, რომ თავის დროშა არ შეურაცხყოფ, ეხით არ შედგა და იმათ დროშას არ ემთხვია, ასე ვთქვათ. ერთ-ერთი მიზანი ეგ იყო და მეორე მიზანი ის იყო, რომ აღმოაჩინოს, რომ ტანკისტიაო და ამიტომაც დასაჯეს. ალბათ ბავშვები ვარ მყავდა და ვერ გაუძლებდი ამ ხელა ტრაგედიას და ტრაუმას ვერ გადავიტანდი და მაგ დროს ალბათ დედობრივმა ინსტინქტმა ყველაფერი გადაძლია და ორმაგად ჩამერთო ის, რომ ბავშვებს მამა თუ არ ყავთ, დედაც არ ყავდეთ, ანუ ამის უფლება ჩემ თავს არ მივეცი და არ მახსოვს ეგ ამბები როგორ გადავიტანე, არც ვფიქრობ. სიმართლე რომ გითხრათ, გავხდი დედ-მამა უცბად. თუ ჩამესმოდა რომ ამბობდნენ რომ შეეძლო გამოსვლა და არ გამოვიდა, კაი ერთი გადაარჩინა, 2-4 ბიჭი გადაარჩინა. ხო შეიძლება რომ ეფიქრა ოჯახზე, ეფიქრა თავის ძალიან მცირე წლოვან შვილებზე და ჩვენზე რა. მქონდა ეგ ეგოისტური მომენტები, სხვათა შორის სიბრაზე მქონდა, რამაც გადამადაინა ზოგადად ტკივილს სიბრაზით, რაღაც ეგეთი ნეგატიური რაღაცებით გადამაგ ხოლმე დღემდე ეგრე ვარ და ხო ბრაზობდი დიდხანს ბევრი წელი. ბევრი წელი. მგონი დღესაც ვბრაზობ. ხო, მაგრამ ვაპატიებ როდესღაც. ხო, ჩემი შვილები ზოგადად ისეთ გარემოში იზრდებოდნენ, რომ ეს პატრიოტიზმის ფაქტორი ყოველთვის ჩვენს ოჯახს მოყვებოდა თან და ყოველთვის მამამისის მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი აღარ იყო, მისი გავლენის ქვეშ ყოველთვის იყო ჩვენი ოჯახი, დღემდე ესია და იმის ოჯახი გვქვია დღესაც აი და ჩემი შვილებიც აი მუდმივად ის ესმოდა, როგორი მოსიყვარულე იყო თავის ქვეყნის ჩემი მეუღლე, როგორ უყვარდა და როგორი უნდა არ უენახა თავის ქვეყანა და ასე შემდეგ რა და ზოგადად ურთიერთობაც სულ ისეთ ადამიანებთან გვიწევდა, ვინც ამ სფეროშია და სულ ესმოდათ ეს ყველაფერი, რომ აი ქვეყანა, ქვეყნის ღირსება, პატრიოტიზმი და ასე შემდეგ. რაღაცნაირად მე მგონი ეს შაბლონად მოყვებოდა ამ ჩვენ ცხოვრებას და იმოქმედა ბავშვებზე ასე თუ ისე. მინდა უნდათ არ უნდათ მეც მინდოდა თუ არ მინდოდა ბავშვების სურვილი რახან იყო, თავიდან ცოტა წინააღმდეგი ვიყავი. და უთხარი კიდევაც, რომ მეთქი აი ერთი ადამიანი, ერთი უძვირფასესი ადამიანი შევწირი ამ ქვეყანას და ეხლა მეთქი თქვენც ისევ ამი რომ დაიწყოს რაღაცა, მე ისევ თქვენც იგივე მდგომარეობაში რამე რომ დაგემართოთ, აი საერთოდ რაღაც მინდა სიცოცხლე და თავს ვაცოდებდი, რომ აბა კარგად დაფიქრდი, მეც მაგ სტრუქტურაში ვარ, საკმარისი ვარ მეც და მე მითხრეს, რომ რა თანამდებობაზეც არ უნდა უმუშაობდე, რა პროფესიაც არ უნდა მქონდეს, რასაც არ უნდა წარმოვადგენდე საზოგადოებაშიო. ომი რომ დაიწყოს, სად რა გამაჩერებს, როგორ გავჩერდები, რა გამაჩერებს, ჩემ ქვეყანაში რაღაც ხდებოდეს და მე იქ საბრძოლველად არ წავიდე და როგორ გირჩევნია, როგორც პროფესიონალურ დონეზე წავიდე, მომზადებული წავიდე თუ
გირჩევნია, რომ აი ესე ნებისმიერი სფეროდან დაუმსახიებობა უნდა და პატარა შვილს განსაკუთრებულად, მაგალითად სცენიდან ჩამოვიდე და ისე წავიდე. ომში ხო გირჩევნია, რომ მომზადებული ვიყო და მოდი მოვემზადები პროფესიონალურ დონეზე და შენც შვიდად იქნები მე ჩვენ ქვეყანაში რამე რომ მოხდა შენც ხო წამოხვალ მითხრას ყველა ხო მივიდივართ ომში და რომ დავფიქრდი ჯობდა. კარგი გადაწყვეტილება იყო. ხა მომწონს, თუმცა მაშინ ცოტა არა კარგად განვიცდიდი, რომ მეთქი რამე შეცდომა არ გამეპაროს. ორივე შვილი სწავლობს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. უფროსი არის მესამე კურსზე, პატარა არის მეორე კურსზე, ამ წუთას პატარა არის კურსზე წასული. საჩხერეში სამთო კურსს გადის და დღეს მთელი დღე მიყვება როგორი ემოციებით, ვოისებით, რომ 40 მეტრიანი ისენი რა ქვია სიმაღლიდან დაეშვა თოკით და მდინარეზე გადალახა რაღაცა დაბრკოლებები და რაღაცა საოცრებებს და ძალიან თავის სტიქიაშია მოსწონთ, რაც მთავარია ეს ყველაფერი. ყველას ძალიან კი ის მიხარია, რომ ყოველთვის მზად ვართ ჩვენი ოჯახი, რომ ისევ ქვეყნის სამსახურში ჩავდგეთ, მის დაცვას ვემსახუროთ, როცა კი საჭირო გახდება და თუ კი გახდა ამის საჭიროება რა ღმერთმა არქნას, რომ ქვეყანას ისევ ისეთი დღეები გაუთენდეს, გვაკმაროს ღმერთმა ამხელა დანაკარგი, მაგრამ ყოველთვის მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენ საქართველოს. ეს ამბავი უფრო იყო ღირსების საკითხი. ღირსების ჩვენ როცა სტრასბურგში განცხადებას წერდით და ჰააგაშიც ჰქონდა ნაჩიული და სტრასბურგშიც მაშინ ძალიან იყო ჩაღა საიამ მაშინაც და ყოველთვისაც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ თან გვეუბნებოდნენ რომ ეს არ არის ესეთი მოკლე ვადაში გადასაწყვეტი თემა ეს დღეს და ხვალ არ მოხდება შეიძლება 10-15-20 წლის მერე მიიღოს სასამართლომ განაჩენი და მტყუან მართალი გამოკვეთოს. თუმცა თანახმები ვიყავით, ისეთი გამწარებულები ვიყავით, აი ყველა ბერკეტს ვიყენებდით იმისთვის, რომ რუსეთისთვის რაღაცა წინააღმდეგობა, რაღაცა დაგვემტკიცებინა, რაღაცა წინააღმდეგობა გაგვეწია. იმ თვალსაზრისით, რომ ხო, აი საერთაშორისო კანონია და ომში ტყვეებს არ ხოცავენ. ეს ისასტიკია და ყველანაირად სადიზმია. აი კიდე ვიცახი ამ ერზე, ამ სახელმწიფოზე უფრო სასტიკიერი ალბათ არ არსებობს რა. და ეს კიდევ ერთხელ რომ ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ცალ-ცალკე მირეკავდნენ ჩემი შვილები და ანუ ეხლა რა მოხდება? ანუ ეხლა რუსეთს რა ემუქრება, რა მოხდება ეხლა და მეოთხარი მთავარი ის მოხდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიგო, რა სისასტიკის მატარებელია და ბოროტების ეს ერი და ეს ქვეყანა ზოგადად და ჩვენი ბიჭების ღირსება მოწოდების სიმაღლეზე დადგა ისევ, როგორც იყო 2008-ში და იმ წლებში. აი სწორედ მაშინ, როდესაც გაჟღერდა ეს ფრაზა, რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვხადოთ მტერს, რისთვის რასთან დაკავშირებით, ვერც ერთმა გმირის ოჯახმა ვერ გავიაზრეთ, ანუ ეს რას ნიშნავდა და ხო მაშინ ჩემი კომენტარი ცალსახაც წარა იყო, გულზე ძალიან მომხვდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემი ქვეყნის მხრიდან შეურაცხყოფელი იყო როგორც გმირის ოჯახებისთვის ყველას უკურეაქცია ჰქონდა საერთოდ ბოდიში ასე უნდა მოვიხადოთ ვერ ხვდები ჩვენ ქვეყანაში შემოიჭნენ ჩვენ დაგვეხოცეს ახალგაზრდები ჩვენი მოსახლეობას მოუწყვეს გენოციდი ჩვენივე ქართული სოფლებიდან ჩვენ მოგვადგაზარალ ჩვენ მიწაწყალზე მოხდა ბრძოლა ომი ჩვენ დავზარალდით ჩვენი ქვეყანის 20%-ია ოკუპირებული. ანუ ჩვენ რა დავაშავეთ, რისთვის გვაქვს ბოდიში მოსახდელი. ძალიან ძიმე თემა იყო მაშინაც და ეხაც ჩვენთვისაც და ამაზე ლაპარაკი უბრალოდ მარაზმად მიმაჩნია. შეურაცხყოფელია ჩემი ოჯახისთვის, პირადად ჩემთვის, აი ძალიან გულზე მომხვდა ადამიანურად. ალბათ ყველა ნორმალურ ქართველს და საღად მოაზროვნე ქართველს გულზე მოხვდებოდა აუცილებლად
და ხო, ეს შეცდომა დაიშვა ჩვენი ქვეყნის მხრიდან, ჩვენი ოჯახების და ჩვენი ქვეყნის წინაშე, მე ესე მგონია. სამწუხარო პოლიტიკა, ხო, ამ წუთას ძალიან, მაგრამ რაღაცნაირად სულ იმედი მაქვს, რომ ხა ისეთი თავობა მოდის ჩემი შვილების მეგობრებს რო უყურებს, სულ ვამბობ, რომ იმედი მაქვს, როგორ შეიძლება იმედი დავკარგო. რაღაც აუცილებლად შეიცვლება რა. აუცილებლად უნდა შეიცვალოს რაღაცა იმ გაგებით, რომ გონება გაუმართდეთ, გაეხსნათ და ჩვენ ისტორიას გადახედონ. მტერი მტერს დამსგავსო და მოყარე. აი მთავარია რომ მშვიდობა იყოს და ძალიან კარგი პოტენციალი გვაქვს ჩვენს ერს განვითარების, ესე მგონია რა. აუცილებლად უნდა განვითარდეს. და აუცილებლად საჭიროა და აი ცალსახად ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნატვრა არის და ოცნება რომ ეს ჩვენი დაკარგული ტერიტორიები აფხაზეთის და ოსეთის სამაჩაბლო სახით აუცილებლად შემოვიერთოთ ისევ და ის პაწაწუნა ლამაზი ქვეყანა რომელიც მთლიანად რომელიც რუკაზე ორივე მხარით ისაზღვრება ისე ვიხილოთ რა სამომავლოდ და იმედია ჩვენ წვლის ჩემი ოჯახი ისევ და ისევ შევიტანთ ამ საქმეში, ჩვენი ქვეყნის საქმეში და მომავალი აუცილებლად საქართველოს გაბწყინდეს. ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი.